სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის შეხვედრები უკვე დასრულდა. პროფესორები გვიდესტურებენ, რომ ერთხმად განეცხადეს, რამდენად ცუდი და ძალიან საზიანოა ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოცხადდა ამ ორი უნივერსიტეტის შეერთებასთან დაკავშირებით. ამიტომ მოგვიანებით ისინი აუცილებლად რექტორთან საკუთარ მტკიცე პოზიციას დააფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და კვლავ დარჩება ძალაში ქართული ოცნების იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეერთდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს იქნება არა მხოლოდ დამანგრეველი ამ ორი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისათვის, არამედ მათ შორის ძალიან მკვეთ და მძიმე ზეგავლენას მოახდენს ქართულ განათლების სისტემაზე სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით. მე მინდა კადრში გაჩვენოთ, თქვენ ახლა ვისაც ხედავთ, ესენი არიან პროფესორები, სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები, გარდა ამისა, მათ უერთდებიან სტუდენტებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები, ზოგიერთი მათგანი ჯერჯერობით არ არის დასრულებული, თუმცა ამ ეტაპზე რაც დანამდვილებით ვიცით და მათ შორის გავრცელდა შიდა მასალაც, გადაღებული კადრები, ვიდეო მასალა, მათ შორის ტაიმერმა მოგვეწოდა სტუდენტის გადაღებული კადრები, სადაც საუბარია მათ შორის იმაზე, თუ რამდენად მძიმე იქნება ეს გადაწყვეტილება და ამიტომ პროფესორების პოზიცია არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დამოუკიდებლად ფუნქციონირება უნდა გააგრძელონ. ამდივარ მოდის ყველა დეკანატი და ყველასთან მქონდა კონტაქტი. გავალ დავდგებით და უბრალოდ დავდგებით. და რომ დაგვინახონ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, ვართ ძალა და შემდეგ უკვე სტუდენტებს არ მოუწოდებ. მერე სტუდენტური ძალა უკვე სხვა არის. იმიტომ რომ ესენი არიან ახალგაზრდები. ჯერ დავდგეთ ჩვენ და ჩვენ დავიცვათ ახალგაზრდები. მხოლოდ ჩვენი დგომი დავანახოთ. არ მეგონა თუ ჩემ ცხოვრებაში დადგებოდა ეს მომენტი, რომ ჩვენი ფაკულტეტის საბჭო შეიკრიბებოდა აი იმ მიზნით, რა მიზნითაც დღეს შეიკრიბა. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დაუჭირა ერთხმად ხარი იმას, რომ ეს პროცესი არ მოხდეს. ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტს არავის არ დაუწყოთ. ჩვენ აზრიც არ ვკითხონ, არაფრად არ ჩაგვაგდონ და ადამიანები უარყონ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წარმოუდგენელი რამ. ვიღაცებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც უდაოდ წარმოადგენს ქართული საინჟინრო აზრის მექას და ეს აღიარებულია საერთაშორისო ავტორიტეტულ წრეებში საინჟინრო, ასე ვთქვათ, მიმართულებით, ვიღაცას აღიზიანებს მისი ყოფნა, ვიღაცა კონკურენტად მიიჩნევს მას და შესაბამისად აი ამ ესეთი უხეში ფორმებით სურთ მისი გაუქმება. არავითარი გაერთიანება აქ არ ხდება. ეს იქნება სრული კრახი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, საერთოდ ამ განათლების რეფორმისთვის. 12 საათზე ჩანიშნული იყო ფაკულტეტის საბჭოს სხდომები. მე ვეწებოდი ცხადია ჩვენი ფაკულტეტის საბჭოს სხდომას, როგორც ამ ფაკულტეტის სტუდენტი და მინდა გითხრათ, რომ ყველანი ერთხმად, როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორები ვართ წინააღმდეგები იმისი, რომ სტუ გაუქმდეს, რომელიმე უნივერსიტეტს შეუერთდეს და აღარ არსებობდეს იმ ფორმით. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია 100 წელზე მეტი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის აი ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმება და სხვასთან შეერთება. ველოდებით სხვა ფაკულტეტების სხდომებისა და შეხვედრების დასრულებას, ამის შემდეგ გავიგებთ მათ ერთობლივ პოზიციას. საბოლოო ჯამში კი ასე ხდება ზოგადად ტექნიკური თვალსაზრისით. ამის შემდგომ გადაეცემა ყველას ზოგადი და შეჯამებული პოზიცია უკვე რექტორს და გავიგებთ როგორ განვითარდება მოვლენები. აქ უკვე როგორც ხედავთ, იკრიბებიან პროფესორები, სულ ცოტა ხანში მოვლენ სტუდენტებიც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც შემოუერთდებიან ამ ადამიანებს სოლიდარობის მიზნით.